ალბათ ყველა მშობელს, აღმზრდელსა თუ ბებია-ბაბუას ქონია მომენტი ან უამრავი მომენტი, როცა ბავშვების შეკითხვას რატომ ბოლო არ უჩანს. ბავშვები სხვაგვარად უყურებენ სამყაროს, მათ აინტერესებთ ყველაფერი ირგვლივ და უფროსები ვალდებულები არიან და აკმაყოფილონ მათი ინტერესი და აუხსნან, რა რატომ ხდება. ზოგჯერ კი ძალიან რთულია გასცე დასაბუთებული პასუხი ისეთ მარტივ შეკითხვაზე, როგორიც არის მამა, რატომ არ იწვის წყალი? მოდი დღეს გავცეთ ბავშვების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ 10 შეკითხვას პასუხი. დავიწყოთ. წყლის გაცხელებისას წყლის მოლეკულები იწყებენ მოძრაობას. ამის გამო იმატებს ტემპერატურა. ნაწილაკებს შორის ინტერვალები იზრდება და დგება მომენტი, როცა მიზიდულობა ნაწილაკებს შორის აღარ არის საკმარისი, რათა ისინი ერთად გააჩეროს. აი ამ დროს ისინი ადიან ჰაერში და შორდებიან ერთმანეთს. ასე მიიღება წყლის ორთქლი. ტემპერატურის მატებასთან ერთად ძლიერდება მოძრაობა და ნაწილაკები ორთქლდებიან. მაგალითად, Boeing 747 იწონის 162 ტონას და ის არ ვარდება. ჩამოვარდნის საშუალებას მას არ აძლევს ჰაერის ნაკადი, რომელიც ზემოდან და ქვემოდან ეკვრის თვითმფრინავის ფრთებს და უბიძგებს მას ზემოთ. ძალიან მაღალი სიჩქარის გამო ჰაერი თვითმფრინავის ქვეშ სქელდება და აჩერებს მას ჰაერში. თითოეული ფიფქი გამჭვირვალეა და შუქს ატარებს, მაგრამ როცა ისინი ერთად მოიყრიან თავს, შუქი გარდაიტეხება ფიფქების სისქეში და აირეკლება მათში. არეკლილ შუქს ჩვენ ვხედავთ თეთრად, იმიტომ რომ სინამდვილეში მზეც თეთრია და არა ყვითელი. ყვითელი ის ატმოსფეროს გამოჩანს. თმები შეიცავს ორ საღებავს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შავ, ყავისფერ, ყვითელ და წითელ ფერზე. თმებში ასევე არის ჰაერის ბუშტები. ფერების არევასა და ბუშტების რაოდენობაზეა დამოკიდებული თმის ფერი. ლურჯი და ასევე მწვანე კი ვერ მიიღება ამ საღებავების შერევით. უწონადობის მდგომარეობა ჩნდება იმიტომ, რომ კოსმონავტები ყოველთვის ვარდებიან წრიულ ორბიტაზე პირველი კოსმოსური სიჩქარით 7.9 კილომეტრი წამში. თუ ჩვენ ვიქნებოდით ცათამბჯენის ლიფტში და ჩავარდებოდით დაბლა, ჩვენც შევიგრძნობდით უწონადობას და ჰაერში აღმოჩნდებოდით. მზის შუქი იფანტება ატმოსფეროში. თეთრი ფერი გარდაიტეხება და იყოფა ცისარტყელას 7 ფერად. ცისფერი ფერი იფანტება ყველაზე მეტად, ამიტომაცაა რომ ცა ლურჯია. იმის გამო რომ ცისფერ ფერს ერევა სხვა ფერებიც, ცა ყოველთვის არ არის მხოლოდ ლურჯი ფერი. ნისლი არის წყლის უმცირესი წვეთები და პატარა ყინულის ნაწილაკები, რომლებიც ჰაერში ჩერდებიან მიწასთან ძალიან ახლოს. როცა ცივი ჰაერი ეხება თბილ მიწას და თბილი ჰაერი ცივ მიწას, წარმოიქმნება წყლის ორთქლის ან ყინულის ნაწილაკები, რომლებიც ერთიანდება ღრუბლად და გადაეკვრის ყველაფერს ვუალის მსგავსად. წყალი წარმოიქმნება წყალბადისა და ჟანგბადის დაჟანგვის შედეგად სითბოს გამოყოფის თანხლებით. იმის გამო რომ წყალმა გასცა სითბო, ის აღარ იწვის ბუნებრივ პირობებში. მზის საათი გამოიგონეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სადაც გნომონის ჩრდილი მზის ჩრდილის მსგავსად მოძრაობს, ზუსტად ამ მიმართულებით. როდესაც გამოიგონეს მექანიკური საათი, ციფრების ჩვეული განლაგება იგივე დატოვეს. ბორბალი მრგვალია, რადგან ასე ყველაზე მოსახერხებელია მისი გაგორება სწორ გზაზე. რგოლის ყველა სხივი ერთნაირი მანძილითაა დაშორებული ღერძიდან, ამიტომ ზუსტ ზედაპირზე მოძრაობისას ღერძი ჩერდება ერთ სიმაღლეზე. ამის გამო ავტომობილი ან ურემი არ ინჟღრევა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, თუ გზის საფარი იქნებოდა აკორდეონის მსგავსი, ყველაზე მოსახერხებელი იქნებოდა 4 კუთხედი ბორბლით სიარული. დღევანდელი ვიდეოც 3-ით დასრულდა, იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ ასე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება. დროებით.